როდესაც ვლაპარაკობთ არაძალადობრივ კამპანიაზე, ეს უნდა იყოს წმინდად საჯარო რა. ჩვენ საზოგადოებას უნდა ველაპარაკოთ ღიად, უნდა ვაჩვენოთ რას როგორ ვაკეთებთ, უნდა დავანახოთ იმედი, გამარჯვების შესაძლებლობა, გამარჯვებას უნდა ვასხივებდეთ ჩვენ ელემენტარული და ეს როგორ არის შესაძლებელი თუ არ გვყავს ერთი კონკრეტული ლიდერი, ვინც იტყვის რომ აი ვაშა და გავიმარჯვებთ, ხო? ესეთი ადამიანი თუ არ გვყავს, მაშინ მეორე ალტერნატივაა რომ სხვადასხვა ადამიანები გვერდ-გვერდ დავსხდეთ, როლები გავინაწილოთ და ერთად ვიმუშაოთ. ყველაზე რეალური ეხა ამ მოცემულობაში არის ეს ზუსტად ეხა რასაც ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ჩვენ ეხა ლიდერს და მესიას ვერ დაველოდებით და ჩემი აზრით არც უნდა დაველოდოთ მესიას. იმიტომ რომ თუ ლაპარაკობთ იმას, რომ ყველამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მაშინ ჩვენ რაღაცები გვერდზე უნდა გადავდგოთ, თუნდაც ეგო, თუნდაც წყენები და ასე შემდეგ და დავისახოთ მიზნად ამ ქვეყნის რა ვიცი, გადარჩენა, ხო? ყველას მოგვინდა რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და ბიზნესა მოვიშოროთ. ამისთვის საჭიროა რომ იმ ხალხმა, იმ ადამიანმა, რომელიც სოფელში ცხოვრობს და უყურებს ტელევიზიას, უყურებს ასევე პოსტივს, უყურებს იმედისაც, შიგადაშიგ შეიძლება ფორმულაზეც და ტv პირველზეც გადართოს, იმან როდესაც ის გადართავს ამ ოპოზიციური მედიაზე, ის უნდა ხედავდეს, რომ ვიღაც ადამიანები არიან, ვინც მუშაობს ამ საკითხზე და ვისაც შეიძლება მართლა ვენდო. ეს იმედი და ეს რწმენა მათ უნდა გაუჩინოთ რეალურად, ხო?